პროცესებმა მიმდინარე თვეების განმავლობაში აჩვენა, რომ საჯაროობა პროცესების არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს. და ეს ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ გადაწყვეტილების გამოტანამდეც, რომ ვეუბნებით, რომ გადაწყვეტილებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საჯაროობა ამ პრინციპების, იმიტომ რომ ხალხმა დაინახა რეალურად როგორ იკერება საქმეები. მათ შორის დღეს, როგორც გვაქვს ინფორმაცია, უნდა მოვიდეს ანდრო ჭიჭიანძეს დამკავებელი. მე მაქვს ძალიან ფიქრობ სამართლიანი მოთხოვნა, რომ მე მინდა ამ ადამიანის ჩვენება დაინახოს საზოგადოებამ, მე მინდა ჩანდეს როგორ არაფერი ჰქონდა გამოძიებას მაშინ, როდესაც ანდრო ჭიჭიანძე დააკავეს. მე მინდა რომ ხალხმა დაინახოს სიმართლე, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება დადგება, რომ ამ საქმეში არ დევს არაფერი რომელიმე სინდისის პატიმარის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ის რაც ხდება და ის რომ ეზოში ვერ შევდივართ, ახლა რომ ინტერვიუ ჩავწეროთ, ეს არის სამართლე, ეს ხდებოდა წლების წინ, როდესაც ხელისუფლებას ეშინოდა გირგვლიანი საქმის. პირველ რიგში მინდა დავიწყო მედიისადმი სოლიდარობით. ფაქტობრივად 2016 წლიდან მუშაობ ამ სფეროში და დახურული სასამართლოს შენობა, დახურული სასამართლოს ეზო მედიისთვის არ მახსენდება. შესაბამისად, სრულ მხარდაჭერას გიცხადებ და ვიზიარებ იმ გულწრფელად თქვენს მძიმე პროფესიულ მდგომარეობას, რა მდგომარეობაში სიმყოფებით და გულწრფელად მიმაჩნია, რომ არათუ სამართლებრივად, არამედ ადამიანურად და მორალურად არანაირად არ იმსახურებს ქართული მედია ესეთ პირობებში ყოფნას, რომ დღეს როგორც ჩემთვის ცნობილია ონისე ცხადაძე არ გამოცხადდება დარბაზში. აქ შეიძლება იყოს ორი მიზეზი, ერთი ძირითადი მიზეზი, რაც ყველასთვის ცნობილი და გასაგებია, რაც შეეხება მეორე მიზეზს, შეიძლება იყოს მათ შორის პენიტენციური დაწესებულების გადაყვანა, ბადრაგირება ონისე ცხადაძის მამის სამძიმარზე. ეს შესაძლებელია უშვებთ ესეთ მოცემულობას, მათ შორის შესაძლებელია ეს მიზეზიც იყოს. ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ დღეების განმავლობაში არ გადაუყვანიათ ონისე და დარჩა ბუნებრივია ორი დღე, დღევანდელი დღე და ხვალინდელი დღე. ამ შემთხვევაში საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება იმ კუთხით, თუ ჩვენ მხარეები შემდგომში თქვენ უშუალოდ მოგაწვდით ინფორმაციას და ჩვენ ამ ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს, თუნდაც შენობის გარეთ შეგვიძლია შევხვდეთ და ვისაუბროთ პროცესზე განვითარებულ მოვლენებზე. საქართველოს დახურვაში პრობლემას ნახეთ, თუ საჯაროობა უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მოგახსენეთ, გენდოთ სიტყვაზე, პირობითად ან თქვენ ან ნახეთ, მე უშუალოდ ჩემი გადმოსახედიდან გესაუბრებით, ჩემი აზრი ხო გაინტერესებთ და ჩემი აზრი არის ეს, რომ საჯაროებასთან დაკავშირებით, თუ ეს უზრუნველყოფილი იქნება, ამ კუთხით საჯაროების დარღვევის კუთხით მე პრობლემას ვერ როდესაც კანონი მიიღეს და მასნაზე უკვე გამქვეყნდა და ვიცოდით რომ მოქმედა, ჯერ კიდევ ამბობდი და თავს ვატყობდი, რომ აი სანამ არ დადგება ის მომენტი, რომ მივალ სასამართლოში და ვერ შევალ, ანუ იქამდე ვერ დავიჯერებდი და აი ახლა იყო ეგ მომენტი, რომ ანუ ვერ შევდივარ რა, ანუ შესვლა შემიძლია მაგრამ ტექნიკის გარეშე და მე ჟურნალისტი ვარ, რომელიც იღებს პროცესებს, შესაბამისად, ანუ ყველანაირი მეთოდით, ძველი მეთოდით, ახალი მეთოდით მქონდა ნებართვაზე შევსებული, თუმცა პასუხი არ საიდან არ არის. არ ვიცი, მე მგონია, რომ უბრალოდ ყრუკედელი არის სისტემისთვის ახლა, რომელსაც ჩვენ ვეძახით რაღაცა ნებართვა გჭირდება და იქიდან პასუხი ვერ იქნება, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ანუ ბოლო 2 წელია მედიასთან კონტაქტი არც აქვს ამ უწყებას და ეხლა შეუძლებელი არის, ანუ სანამ ახალ პრესამსახურის თანამშრომლებს იპოვიდნენ ან რაღაც საკონტაქტო პერსონას, რეალურად შეეძლოთ რა, სასამართლოს შეეძლო, რომ რაღაცა გამონაკლისის სახით დაეშვათ და არ ყოფილიყო ის, რომ ეხლა გარიყავით ჩვენ, მაგრამ ესე არ მოხდა, რა თქმა უნდა, ერთი სული ქონდათ, რომ ახალი კანონი შესულიყო ზალაში, რომ მე რაღაცა მიზეზები მოიფიქრებინათ, რომ დარჩენილიყავით გარეთ და ესე მოხდა, გარეთ ვართ ახლა ყველა.